მოგესალმებით, მე ვარ მხატვარი თია ჭიქია, ეს არის ჩემი YouTube არხი და დღეს აგიხსნით როგორ დავხატოთ ზეთის საღებავებით. ზეთის საღებავები გვაძლევს ძალიან დიდ მრავალფეროვნებას ხატვის პროცესში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი გამოყენების წესი, რომელი ფუნჯები გამოვიყენოთ, ასევე გვაქვს სხვადასხვა ტიპის გამხსნელები, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავარეგულიროთ საღებავის სისქე. საღებავის სისქისა და მონასმის დახმარებით ჩვენ ვიღებთ განსხვავებული ფაქტურის ნამუშევარს. ვისაც გსურთ ხატვის სწავლა, შემოიერთდით არხზე, გამოიწერეთ, დაალაიქეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში დაგვჭირდება 3 განსხვავებული ზომის ფუნჯი, 2 ბრტყელთავიანი და 1 წვრილთავიანი უკვე დეტანებზე სამუშაოდ. ასევე დაგვჭირდება პალიტრის დანა, მასტიხინი, სელის ზეთის საღებავებში გამოსაყენებლად, პატარა ჭურჭელი, სადაც ჩავასხავთ, პალიტრა და სხვადასხვა ფერის საღებავები. ფუნჯების გასაწმენდად ვიყენებ ნაჭრის ხელსახოთს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი. პირველ ეტაპზე ტილოს მთელ ზედაპირზე ვადებ მოყავისფრო მოწითალო თხელ ფენას. ის მიქმნის ქვედა ტონს, რომელიც მეხმარება შემდგომი ტონებისა და დეტალების კიდევ უფრო ბუნებრივად გამოყვანაში. გამოყენებამდე საღებავში ვურევ ზეთის რამდენიმე წვეთს, რომ დავარეგულირო საღებავის სისქე. აქ გაჩვენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტურის მისაღებად ფუნჯის შერჩევა. თუ დიდი ზედაპირის დასაფარად პატარა ფუნჯს გამოვიყენებთ, შესაძლებელია საღებავი არათანაბრად გადანაწილდეს. ამიტომ დიდი ზედაპირის დასაფარად უმჯობესია დიდი ზომის ფუნჯის გამოყენება, რადგან ის საღებავს ტილოზე უფრო თანაბრად ანაწილებს და მუშაობასაც ამარტივებს. პირველ ფენას დაახლოებით 1 დღე ვაშრობ და ხატვას მეორე დღეს ვაგრძელებ. თუ ქვედა ფენა ჯერ არ არის კარგად გამშრალი, ახალი საღებავი მას შეერევა და ტონები სუფთად აღარ დაედება. პალიტრაზე გავანაწილებ საღებავებს და გაჩვენებთ მსხლის პირველ მონახაზს, რომელსაც პირდაპირ ფუნჯით გავაკეთებ. ხატვის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავიდან მარტივი საერთო ფორმები დავიწყოთ, რადგან შემდეგ უკვე ეტაპობრივად ვამატებთ ფერებს, მუშაობთ მოცულობასა და ტონებზე, ხოლო დეტალებზე ბოლოს გადავდივართ. თუ თავიდანვე ყველა დეტალისა და რეალისტური ფორმის გამოყვანა შევეცდებით, ნამუშევარი ხშირად არაბუნებრივი და გადატვირთული გამოვა. ამიტომ მუშაობთ ეტაპობრივად მარტივიდან რთულისკენ და საბოლოოდ ვაზუსტებთ დეტალებს. რადგან მსხალი მთლიანობაში მწვანე ფერისაა, ძირითადი ქვეტონების შესაქმნელად გამოვიყენებ ყვითელ, მწვანე და თეთრ ფერებს და ამ ფერებისგან მიღებულ სხვადასხვა ტონებს. იმისათვის, რომ ფერი უფრო ნათელი გამოჩნდეს და ზედაპირი უკეთ დაფაროს, ყვითელ ფერს მცირე რაოდენობით დავუმატებ თეთრს. ამ ტექნიკის გამოყენებით ნამუშევარი უფრო რეალისტური და ბუნებრივი გამოვა. ასევე მუშაობის პროცესში ვაკონტროლებ საღებავის სისქეს და ვცდილობ ფენა არც ძალიან თხელი იყოს და არც ზედმეტად სქელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერები ერთმანეთში რბილად გადავიყვანოთ. როგორც ფანქარში ხატვისას, ასევე ფერწერაში შუქჩრდილის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ შუქჩრდილის სწორად გამოყენებით და ფერებს შორის რბილი გადასვნობით ვქმნით მოცულობას და რეალისტურ ფორმას. რაც უფრო ყურადღებით დავაკვირდებით განათებასა და ჩრდილს და რაც უფრო რბილი გადასვნები გვექნება, მით უფრო ბუნებრივ მსხალს მივიღებთ.
მეორე ძირითადი ტონების დადების შემდეგ უკვე გამოიკვეთა მსხლის ფორმა, მოცულობა და შუქჩრდილი. ამ ეტაპმა მოგცა მკაფიო მიმართულება თუ როგორ უნდა განმოვითაროთ ნამუშევარი შემდგომში. როგორც პირველი ფენის შემთხვევაში, ახლა ამ ფენას სრულად გავაშრობ და შემდეგ გადავიდეთ მესამე ფენის დადებაზე. სწორედ ეს ეტაპი მოგცემს საშუალებას უფრო ზუსტად ვიმუშაოთ ფორმის დახვეწაზე, ფერთა გადასხვნებზე და საბოლოო დეტალებზე. მეორე ფენის გასაშრობად დამჭირდა 1 დღე. მესამე ფენის დადებისას ვამუშავებ რბილ გადასხვნებს და ვარბინებ კონტრასტს ფონსა და მსხალს შორის. ასევე ვამატებ ფონის მსუბუქ ანარეკლს ჩრდილში და შემაგ უფრო მეტი ყავისფერი ტონები. ეს დეტალები მსხალს ეხმარება, რომ სივრცეში უფრო ბუნებრივად ჩაჯდეს და მთლიანობაში ნამუშევარი უფრო რეალისტურად აღიქმებოდეს. ახლა გასწავლით, როგორ გამოვიყენოთ მშრალი ფუნჯის ტექნიკა. ფერების დადების შემდეგ ვიღებთ სუფთა მშრალ ფუნჯს და ძალიან რბილად გადავატარებთ სველ საღებავს, რაც გადასხვნებს უფრო გლუვსა და ბუნებრივს გახდის. მას შემდეგ, რაც მსხლის ძირითადი შუქჩრდილი დამუშავდება, დავფარავ ფონს და დავიწყებ კიდეების დარბინებას, რათა მსხალი გამოიყურებოდეს უფრო მეტად ბუნებრივად და ჰარმონიულად ნამუშევარში. ახლა ვცდილობ მწვანე ფერით შევარბილო კონტრასტი მსხალსა და ფონს შორის.
სხლის ყუნწს დავხატავ თეთრი ფერით, რომელიც კონტრასტულად დაჯდება მუქ ყავისფერ ფონზე. პატარა დეტანებისთვის გამოვიყენებ წვრილთავიან ფუნჯს. ასე უკეთ შევძნობ პატარა დეტანების დამუშავებას. საბოლოო შედეგის მისაღებად კი ფონს მთლიანად დავფარავ. ფონის შესაქმნელად მხოლოდ შავ ფერს არ ვიყენებ, მასში ვურევ ყავისფერ და მოწითალო ტონებს. ასე ფერი უფრო ღრმა და ბუნებრივი ხდება. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.